შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა გამართეთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც კიდევ ერთხელ გავაცანით, რომ 1 თებერვლიდან საქართველოს შეუერთდა ერთიან სატრანზიტო სისტემას, ეგრეთ წოდებულ NCTS, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც აერთიანებს 37 წევრ ქვეყანას. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად შედგა შესანიშნავი დისკუსია, იყო დასმული კითხვები, რომელზეც გაეცა მომწურავი პასუხი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩართულ მხარეს ამ პროცესში, იმიტომ რომ თვლით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომელიც ამდენი ხანი მუშაობდა ამ სისტემის გამართულად მუშაობაში და მოსულიყავით დღემდე ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. საქართველოში აღებული T1 დოკუმენტი შესაძლებელი ხდება შეუფერხებლად აი 57 ქვეყანაში გადაადგილება ტვირთების, როგორც პირიქით ამ ტვირთების უკან მიღება. ეს ამარტივებს ბიზნეს ოპერაციებს, ამარტივებს ტვირთების გადაადგილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის ხელშეწყობის ნაწილში და ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენ როგორც ქვეყანას, რა თქმა უნდა, გვაახლოებს მუზარმაზარ სივრცეში და ყველაზე ძირითადი ნაწილი მაინც ამ სივრცის არის ევროპული ნაწილი და ევროპული სივრცის ნაწილი ხდება ამით ჩვენი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ადამიანების ღვაწლი, შრომა, ეს არის შემოსავლების სამსახური, ფინანსის სამინისტრო, საბაჟო დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავხადოთ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტია თვეები, წლები დახარჯული აი ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებანის სამდე მივედით. რა თქმა უნდა, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია. წარმოვადგინეთ ინფორმაცია თვითონ ამ სისტემასთან დაკავშირებით, როგორც პროცედურებთან, ისე ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით, უპასუხეთ გადამხდელების შეკითხვებს, ცხადია მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში გადამხდელებთან თანამშრომლობას, შეიქმნა სამმართველო, საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს და ზედამხედველობას ამ სისტემის გამართულ მუშაობას. Help desk-ი არსებობს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში კვირაში 7 დღე გაუწევს კონსულტაციებს გადამხდელებს. ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით და იმისთვის, რომ გადამხდელების ყველა მათი როლი, ყველა მათი кейსი იქნას გათვალისწინებული და შემდგომში პროცედურულ სახელმძღვანელოდ გამოიცეს, რათა ერთიანი პრაქტიკა ჩამოვაყალიბოთ და უპრობლემოდ უხარბეზოდ განახორციელოთ სისტემის მუშაობა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის NCTS-ის ნაწილი. აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიების, ასევე ბანკებისა და საბანკო ასოციაციების წარმომადგენლებთან მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.